საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კვლავ პოლიტიკური დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. ბრიუსელსა და თბილისს შორის რიტორიკა სულ უფრო მეტად მწვავდება, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს ღია წერილით მიმართა, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის პოლიტიკას აკრიტიკებს. ქართული ოცნების მიმართ კრიტიკული გზავნილები დღეს ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელინა ვალტონენმა დააფიქსირა, რომელმაც განაცხადა, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებაზე დაფუძნებულ მომავალს იმსახურებს. ამავდროულად ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ევროკავშირთან ურთიერთობის ყველა ფანჯარა დახურა და კიდევ რაზე საუბრობენ დასავლელი პოლიტიკოსები და როგორია ქართული ოცნების ლიდერთა პოზიცია და შეფასება. თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება მაგდა ბლუაშვილი. მაგდა, გისმენთ. თავდაპირველად დავიწყებ საუბარს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის გზავნილებით. ამ შემთხვევაში ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებამდე მისი განცხადება მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლების მისამართით და ეს განცხადება იყო კვლავაც კრიტიკული. ამ შემთხვევაში ელინა ვალტონენი აკრიტიკებს სწორედ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და საუბრობს ქართველ ხალხზე. აქედან გამომდინარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ამ შემთხვევაში თავისუფლებაზე ფუძნებულ მომავალს. თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი განცხადება საქართველოს ხელისუფლების მისამართით, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვაც საკმაოდ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა მართველი გუნდის მისამართით, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ. მანამდე კი მაყურებელს შევახსენებ აუცილებლად, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლება ბრიუსელის მხრიდან ოფიციალური პასუხის მოლოდინშია, კერძოდ იმ ნაწილში, რომ უნდა შევახსენოთ მაყურებელს რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩს პაველს ჰერჩინსკის გაუგზავნა ოფიციალური წერილი, რომელიც იყო საკმაოდ კრიტიკული და ბრიუსელს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებდა და როგორც თავად პაველს ჰერჩინსკის მხრიდან მოვისმინეთ, ამ წერილს უახლოეს პერიოდში აუცილებლად გაეცემა პასუხი. თუმცა შალვა პაპუაშვილის წერილის საპასუხოდ მოვისმინეთ კრიტიკული განცხადებები გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მხრიდანაც, რომელსაც უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჯერ კიდევ გუშინ და განაცხადა, რომ ზრდილობასთან აქვს პრობლემები ახლა პეტერ ფიშერს და ქვეყნის პირველი კანონმდებლის ამ კრიტიკულ გზავნილს დღეს კრიტიკითვე უპასუხა გერმანიის ელჩმა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიები 2008 წლიდან არის ოკუპირებული. ეს თითქმის 20 წელია. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებაზე დაფუძნებულ მომავალს. ეს მათ თავად აირჩიეს, თუმცა სამწუხაროდ ამჟამინდელი მთავრობა ამას არ წარმოადგენს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და ვიმედოვნებთ, რომ არსებობს მომავალი და მოდი ერთად ჩავერთოთ იმისთვის, რომ მოახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად იმუშაოს საკუთარი ხალხის თავისუფლებისთვის და ამავე დროს აჩვენოს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც არ სურს საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის ყოფნა. როგორ ვერ შევიდეთ ევროკავშირში? ჩავიდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში და ცილი დავწამოთ მეორე წევრი ქვეყნის ელჩს. ევროკავშირი არის თანამშრომლობა და სოლიდარობა. მაგალითად, გერმანია სლოვაკეთის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, რომელსაც ცენტრალური როლი უჭირავს ინვესტიციებსა და ინდუსტრიაში. ეს არის ღრმა ურთიერთდამოკიდებულება, რაც სლოვაკეთის ეკონომიკის გასაღებია. როგორც უკვე გითხარით, დღეს ასევე მოვისმინეთ ევროპარლამენტარების მხრიდანაც საკმაოდ კრიტიკული გზავნილები საქართველოს ხელისუფლების მისამართით. მათ შორის მარკეტა გრეგოროვა იყო ის ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, რომელმაც საკმაოდ კრიტიკული გზავნილები გააჟღერა მართველი გუნდის მისამართით, როგორც ის აცხადებს ევროსკოპთან ინტერვიუს დროს, ქართულმა ოცნებამ ყველა ფანჯარა დახურა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გამხდარიყო, თუმცა ევროპარლამენტარი ხაზს უსვამს იმ ნაწილში, რომ ქართულ ხალხს შეუძლია ეს პრობლემა მოაგვაროს და ფანჯარა ისევ გახსნას. დღეს ბუნებრივია მართველი გუნდის წარმომადგენლებმა ამ კრიტიკულ გზავნილებს უპასუხეს და უპასუხეს კრიტიკით, როგორც მოსალოდნელი იყო. ამ შემთხვევაში სახელმწიფო გუნდის წევრებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, რომ ევროპარლამენტარები ახლა ნაციონალურ მოძრაობასთან არიან დაახლოებულები, შესაბამისად მათი გზავნილები სახელმწიფო გუნდისთვის უბრალოდ არაფერს ნიშნავს. ამ განცხადების უკან დგას არის იმდენად დავის მომასწავებელი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ აქ ჩაღრმავება ალბათ არ ღირს, იქნებოდა კაფიოდ საქებარი განცხადებები, ქართველი ხალხი რომ აყოლოდა აი ზეწოლას და შავ პიარს, რომელიც თავის დროზე წარმოებდა საქართველოს მიმართ და ხელისუფლებაში მოიყვანა ის ძალები არაჟნის კონტეინერით, რომ შემოგვიგზავნეს აქ ქართველი ხალხი
იქნებოდა თუ არა კიდე და საქართველოს როგორც სახელმწიფო იარსებებდა თუ არა, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ამიტომაც წერონ და იკითხონ, ეს განცხადებები საკუთარ თავთან მიმართონ, ჩვენ ამით ვერაფერს ვერ დაგვაზიანებენ. ეს ქალბატონი არის ჩამოყალიბებული ანტიქართული პოლიტიკის, რო იტყვია, გამტარებელი მუდმივად. გავაუქმოთ საქართველოს იმის გამო, რომ ეს ევროპარლამენტარი სულით ნაციონალური მოძრაობის და თავისი პოლიტიკური ფილოსოფიის მატარებელი ესეთ რამეებს ამბობს საქართველოსზე. მეტი არაფერი. ერთი რამეა, საქართველოს კი არ ჩაკეტა პანჯარა. უბრალოდ საქართველოს, როდესაც თავისი სუვერენული პოლიტიკის გატარების აუცილებლობა, როცა დადგა ჩვენი ქვეყნის წინაშე და ეს გავაკეთეთ, ძალიან ბევრს უცხოეთში ეს არ მოეწონა. თქვენ ახლა უსმენთ მმართველი გუნდის წარმომადგენლების პოზიციას, თუმცა რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები მოვისმინეთ ჩვენ ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. მათი კრიტიკის სამიზნე კვლავაც ქართული ოცნება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იზიარებენ დასავლელი პარტნიორების კრიტიკას და სრულ პასუხისმგებლობას სწორედ ქართულ ოცნებას აკისრებენ და ამ შემთხვევაში ოპოზიციურ სპექტრში აცხადებენ, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკა არ შეწყდება მანამ სანამ ქართული ოცნება არ შეიცვლის პოლიტიკურ კურსს. სწორედ აქედან გამომდინარე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, მართლმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა სრულ იზოლაციაში მოქცეულიყო. ტიკის სანაცვლოდ იქნება ესეთი მუდმივი შებრძოლება, მუდმივი რაღაცა ლანძღვა და მუქარა ან თქმა იმისა და მოწოდება, რომ ჩვენ როგორებიც ვართ, ისეთი უნდა მიგვიღოთ, ხო ეს რა თქმა უნდა საქმეს ვერ შეცვლის და ეს სტატუს კვო იქნება შენარჩუნებული, სადაც ჩვენ ვიხებთ უკან, სადაც საქართველოს კარგავს ძალიან ბევრ შესაძლებლობას. ფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი, ქართული ხალხი ნამდვილად იმსახურებს გაცილებით უკეთეს და სხვაგვარ მომავალს ის არ იმსახურებს იმას, რაც დღეს არის. ევროკავშირი არ ითხოვს არაფერს განსაკუთრებულს და განსხვავებულს საქართველოსგან ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყნისგან. რა განცხადებების არ უნდა აღწევოს პაპუაშვილმა, კობახიძემ და რა პოზიციაც არ უნდა ქონდეთ ევროპარლამენტის ბიუროკრატებს და ლიდერებს. ამის და ყველაფრის მიუხედავად, მთავარი პასუხისმგებელი საქართველოს ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას არის ქართული ოცნება. ევროკავშირი არ გადის, არამედ ძალიან დიდ ინტერესს აცხადებს სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ის, რომ საქართველოს ამ შემთხვევაში არის აბსოლუტურად აუტსაიდერის მდგომარეობაში. ეს არის ქართული ოცნების დამსახურება. მეცოლას გვერდით დგომა იყო მთავარი, ასე ვთქვათ, ღირსშესანიშნავი ამბავი და ამ დროს ჩვენ ვხედავთ მათ შიდა მოხმარებისთვის დამოკიდებულებას, წერილებს, განცხადებებს, რამდენად აგრესიულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ. როგორც უკვე გითხარით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ქართული ოცნების მისამართით კრიტიკული გზავნილები უბრალოდ არ წყდება. ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკული გზავნილების ფონზე კი ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას სწორედ მართლ პარტიას აკისრებს. ახლა კი პოლიტიკურ სპექტრში მთავარი კითხვა სწორედ ის გახლავთ ევროკავშირის ელჩის პავლო ჰერჩინსკის მისამართით შალვა პაპუაშვილის მიერ გაგზავნილ წერილს როდის გაეცემა პასუხი და რა გზავნილებს მოვისმენთ ჩვენ ოფიციალური ბრიუსელის მხრიდან, ეს სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.